დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. სულთმოფენობიდან მეხუთე კვირიაკეს წმინდა ეკლესია გვთავაზობს წმინდა წერილიდან მონაკვეთს, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ორი ეშმაკეული ადამიანი განკურნა და ამ განკურნების შემხედვარე იმ ქალაქის წევრებმა, რომელსაც გერგესეველთა ქვეყანას სახელდებს წმინდა წერილი, რა განიცადეს, რა პოზიცია დაიკავეს და რა მოხდა მასში შინაგანად. და ახლა ჩვენ შევეცადოთ ამის შესახებ მცირეოდენი ვისაუბროთ. გერგესეველთა ქვეყანა, ანუ ქალაქი, რომელსაც წმინდა წერილი სახელს დებს, ეს იყო ამ სიმბოლოებს მიაქციეთ ყურადღება. ნახევრად წარმართული ქალაქი. ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქალაქზე ვფიქრობთ, აბა დაუკვირდით ახლა ამ საუბრის დროს, როდესაც ქალაქზე ვფიქრობთ, ქალაქი ჩვენი სულით წარმოიდგინეთ, ანუ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. ქალაქი, როგორც თქვათ, დასახლება, როგორც ისტორიული, ისე იგი ადგილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ წმინდა წერილი არ გველაპარაკება ჩვენ იმისთვის, რომ რა მოხდა 2000 წლის უკან გერგესეველთა ქვეყანაში და რა მოხდა ორი ადამიანის თავს, ან მერე იმ ქალაქის მაცხოვრებელთა თავს. არამედ წმინდა წერილი განსწავლის ყოველ წამიერად და წუთიერად ადამიანს მსმენელს, რომ დღეს ჩვენში რა ხდება. ანუ ის ჩვენი მაცხოვნებელ გზაზე დამაყენებელი არის. ამიტომ ყველა ის მონაკვეთი, რომელსაც ეკლესია გვთავაზობს, წმინდა წერილის ის მონაკვეთი, რომელსაც წმინდა ეკლესია საკითხავად გვთავაზობს და განსამარტავად, ერთადერთი მიზან დასახულობით არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ ადამიანი შეიცვალოს, ადამიანმა საკუთარ თავში დაძლიოს ძველი კაცი და ახალი შეიმოსოს. ანუ ახალი სასუფევლის მოქალაქე გახდეს ადამიანი. თუ ეს ამას არ ემსახურება, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი გვერდზე ჩაგვივლის, როგორც ისტორიული ფაქტი. დღევანდელ დღეს 5 ივლისი 2026 წლისა იქნება ერთ-ერთი თარიღი, როდესაც მე მივედი საკუთარი სხეული ვაიძულე, რომ იმეყვანა ტაძარში, მოკლედ დავესწარი გარკვეულ მსახურებას, მოვისმინე კიდე წმინდა წერილიდან საკითხავი, განმარტებასაც მოусმინე ცოტას მისას, მაგრამ ამან ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა, ამან ჩემზე ოდნავათაც კი ცვალებადობა ვერ შეძლო ჩემი, რომ ჩემ თავში გადატეხილიყო, რომ ამაწუთი სოფლის მოქალაქისაგან ცოტათი მაინც შეცვლილი დაბადებულიყო, მოკლედ სასუფევლის მოქალაქე. ასე რომ გერგესეველთა ქალაქი, ანუ გერგესეველთა ქალაქი წარმოვიდგინოთ ჩვენ, იყო ნახევრად წარმართული. ჩავიხედოთ საკუთარ გულში, წინა ქადაგებაში თქვენ, ჩვენში ზუსტად ესეა გაყოფილი, ანუ ჩვენ საკუთარი ნებით უფრო მცხოვრებები ვართ, ვიდრე ღვთისნებით. ჩვენ უფრო გვიყვართ ეგოიზმით ცხოვრება, ვიდრე საღვთო სიყვარული ცხოვრება. ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს ადამიანებს იყოს ნება ჩემი ასეთი ცხოვრება, ვიდრე იყოს ნება უფლისა. ამიტომ აი ჩვენში ეს წარმართული მდგომარეობა, ანუ ის რაც ღვთის საწინააღმდეგოა ჯერ კიდევ ცოცხლობს არის და ამიტომ გერგესეველთა ქვეყანა პირდაპირ ვართ ჩვენ. ეხლა რა მოხდა ამ გერგესეველთა ქვეყანაში და ამ გერგესეველთა ქალაქში მცხოვრებლებს ვინ ყავდათ, რა იყო მათი ყველაზე დიდი იმედის წყარო? ეს იყო ღორები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს იყო ღორები, რითიც ეს ადამიანები ვაჭრობდნენ. ანუ ებრაელთა ერი, ანუ იუდეველთა ერი, აი ამ ღორებით ვაჭრობდნენ. მინდა გითხრათ ისიც, რომ აღნიშნეთ ერთი რამე საკუთარ თავში, რომ ეს მათ ეკრძალებოდათ. რჯულით მიახლოვებაც კი ეკრძალებოდა ებრაელ ადამიანს, მოსეს ჯულით მიახლოვებაც კი ეკრძალებოდა ღორთან, მოკლედ, იმიტომ რომ უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა, მაგრამ
ნუ მოკლედ მცნების დარღვევა შეიძლება, თუ კი მე ეს რაღაცა მცირეოდენ შემოსავალს მომცემს. ხო არ გვახსენდება ჩვენი თავიც. ანუ შეიძლება მცნებას დავარღვიო ღვთისა, თუ კი ცოტა რაღაცა, მოკლედ ამ წუთის სოფელში ამოვისუნთქებ, ან ამ წუთის სოფელში რაიმე შემემატება, ან ძალაუფლება მექნება მეტი, მე ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად რა მოხდა, ეხლა თუ ცოტა თუ მცნებებს დავარღვევ, ცოტა თუ ქრისტეს არ უერთგულებ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი, აი ეს ღორები იყო ამ ქალაქის მაცხოვრებელთა შემოსავლის წყარო, რომელზეც მთელი მათი იმედები ჰქონდათ მათ. ეხლა რა მოხდა? ორი ეშმაკეული განიკურნა თუ არა, ეს ეშმაკეულები ისეთები იყვნენ, მთელ ქალაქს ისე იგი ზარს სცემდნენ. იქით ვერავინ ვერ გაივლიდა საერთოდ, იმიტომ რომ მათი შიში, საშინელი შიში ჰქონდათ აი ამ ადამიანებს. ანუ ნახეთ, თითქოს ადამიანები ბოროტების მოშიშნი არიან, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. აიღო მაცხოვარმა და აი ეს შინაგანად მათში ეს ბოროტების შიში, მასში არსებული ეშმაკეულობა, ყველა ჩვენთაგანში მოკლედ მიდრეკილება რო არის ცოდვისა, უფალმა აი ამ ორი ეშმაკეულის სახით ყველა მთელ ქალაქში ისურვა, რომ განკურნებულიყო. მთელ ქალაქში, ანუ წარმოიდგინეთ, ეხლა რომ აქ ორი ადამიანი ვინმე ისე იგი ღვთის წყალობით განიკურნოს და ამის შემხედვარი ადამიანები რწმენით თვითონაც რომ განკურნებულები წავიდნენ და ღვთის დიდება დაიჯერონ, რომ მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ნახე რა სასწაული მოხდა. წმინდა წერილში წერია, რომ ესეთი რამეო არასოდეს არსად გვიხილავსო, როგორათაც მაცხოვარზე იძახდნენ, რომ ის რასაც აღასრულებს საქმეებს და როგორათაც ის სიტყვას წარმოთქვამსო. ანუ ამ ორი ეშმაკეულის სახით ეს არის ბოროტების, ანუ ეშმაკისადმი მიმძლავრებული ადამიანის სულის განკურნება ყველა ჩვენთაგანისა, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს განკურნება მოხდა ისე, რომ ეს ეშმაკები, რომლებიც, ანუ ბოროტება, დემონური ძალა, ესე რო ვთქვა, ჩვენში არსებული აი ეს ჩემი ნება, მე როგორც მინდა, საკუთარი ეგოიზმი, რომლითაც დაზიანებულია ადამიანი, ეს როდესაც გამოვიდა ამ ადამიანებისაგან, უფალმა მისცა ნება, რომ შესულიყო აი იმ ღორებში. და აი ეს ღორებმა მიმართესო კბოდესა მას ზღვისას, ანუ გადახტნენ და ყველანი დაიღუპნენ. ეხლა ნახეთ რა ხდება. გამოვიდნენ ქალაქის მაცხოვრებლები, ანუ ჩვენ გამოვედით. ჩვენში ბოროტება დაიძლია თითქოს, ჩვენ გვაქვს საწინდარი, რომ ნახეთ, მაცხოვარმა თავისი ჯვარცმით, თავისი ისე იგი ესე რო ვთქვათ, ღვაწლით, აღდგომით, ჩვენში ბოროტების დამარცხება სადა და აგერ უკვე ჩვენში ბოროტება შეიძლება დამარცხდეს, იმიტომ რომ აგერ თუ ამ ორ ადამიანში დამარცხდა, ისევე ჩემში დამარცხდება და საბოლოო ჯამში ხდება რა? ყველამ დაკარგა მაცხოვრის მიმართ ინტერესი. და რატომ იცით? მისი ქადაგების მიმართ ინტერესი ყველამ დაკარგეს ამ ადამიანებმა. არადა ელოდებოდნენ, დაუძახეს, უთხრეს რომ მაცხოვარი ჩასულიყო მათთან, რომ უნდა ეკადაგა, იმიტომ რომ თელს იუდეაში და მთელს სამარიაში განთქმული იყო მისი ქადაგება და სიტყვის სახელი და სასწაულების აღსრულების შესახებ გავარდნილი იყო ხმა. და აი როდესაც წარმოიდგინეთ, ელოდებიან მაცხოვარს და როდესაც მაცხოვარმა დაიწყო მათი განკურნება, ოღონდ საფლავებიდან დაიწყო და ჯერ ეს ორი ადამიანი განკურნა, ანუ ბოროტება დაამარცხა, ყველაზე მძაფრი, რომელიც ამ ქალაქს ჰქონდა და ღორები რო დაინთქნენ, გამოვიდნენ ქალაქის მაცხოვრებლები და ეუნებიან, ჩვენ შენ აღარ მოგისმენთ. და იცით რატომ არ მოგისმენთო? იმიტომ რომ თუ სასუფეველი ასეთი ძვირად ფასობს, მაშინ ჩვენ ეგეთი სასუფეველი არ გვინდა. აი მათი ხმა ესეთი. და რასეუნებიან, წადი ჩვენი ქალაქისაგან, ანუ გამეშორე, ქალაქი წარმოიდგინეთ, მე ვარ გამეშორე, არ მინდა მე ეგეთი რამე. მივხვდით, ანუ წარმოიდგინეთ, ის რაც მათი საყრდენი იყო, შემოსავლის წყარო იყო, მთელი ამ წუთის სოფლისავლადიდება, რაც კი მათ ჰქონდათ, უფალმა დაანთქა ზღვაში და უთხრა, რომ ახლა თქვენ სასუფევლის მოქალაქედ შეიძლება რომ დაიბადოთ, მაგრამ ამ ადამიანებმა რა უთხრეს, წადი აქედანო. ხშირ შემთხვევაში ჩვენც როდესაც საუბრობთ, აი მაგალითად მინდა გითხრათ, ქადაგებები,
რომელსაც ახლა ჩვენ ვამბობთ, აი მე რაღაცას ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა გითხრათ, არა მხოლოდ თქვენ, არამედ აგერ მოგლეთ ადამიანების გვისმენენ, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. ხშირად ადამიანს უნდა რომ ქადაგება ისეთ საკითხებს შეეხოს და მოსწონს ადამიანს ისეთი ქადაგება, რომელიც ის თვითონვე რომ მაგის გამკეთებელი არ არის. აი ღრმა, ძალიან ღრმა, სულიერი ქადაგებები, რომელიც გულში ჩასვლაზე, ანუ ლოცვის დროს, ანუ გონებით გულში ჩასვლაზე და გამოკეტვაზე, ისიხასტურ ღვაწლზე და დაყუდებაზე, ეს ურჩევნია ადამიანს რომ ელაპარაკო და იცით რატომ? იმიტომ რომ ამ დროს სინდისი შეაჩვია ადამიანმა იმას, რომ მე ამის გამკეთებელი ჯერ მაინც არა ვარ და ილაპარაკოს ახლა რა. მაგრამ როდესაც ადამიანი, როგორც ვცდილობთ ხოლმე ჩვენ რომ ვისაუბროთ ზუსტად ჩვენ შესახებ, სადაც ჩვენ სახელს ვარქმევ, ჩვენ ნამდვილ მდგომარეობას, ჩვენს ვნებებზე და ჩვენს მოკლედ ჩვენ ისე იგი ჩვევებზე, მიდრეკილებებზე და თვისებების შეცვლაზე, აი ეს უკვე არ მოსწონს ადამიანს. მირჩევნია მამაო, ცოტა ღრმად ვილაპარაკოთ რაღაცაზე, უფრო სიღრმისეულად, ან ვილაპარაკოთ რაზე? პოლიტიკაზე, ისტორიაზე, როგორები ვართ, ესე რომ ისტორიულად ესე მოხდა და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ანუ ამ პატრიოტიზმზე და მასთან დაკავშირებულ რაღაცებზე ვილაპარაკოთ სულ, სადაც ჩვენ თავს ვიგრძნობთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, რომ ჩვენი ისტორია მართლა ამის საფუძველს გვაძლევს, ჩვენი 23 საუკუნოვანი ისტორია მინიმუმ, სადაც სახელმწიფოებრიობა გაგვაჩნია. არამედ იმის იქითაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ის რაც დადასტურებულად არის, მაგრამ იმის იქით უამრავია დასაბამში გადადის ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ამაზე უხარია ადამიანს. ან მელაპარაკე მაგაზე, იმიტომ რომ გასაგებია ჩემთვის ყველაფერი და შემიძლია წავიდე და ვთქვა, რომ მე ძალიან მაგარი ვარ, იმიტომ რომ აი ამ ისტორიისა და ამ სამშობლოსი და ამ ძირძველი ეკლესიის წევრი ვარ, თუ ამაზე არა, მაშინ მელაპარაკე მამაო რამე სიღრმისეულზე, ისეთზე, აი გული გონება, ისიხასტურ ღვაწლზე, იმაზე, ამაზე, რომ ესეც ადვილია მოსასმენად, იმიტომ რომ მე მაგის გამკეთებელი ხო არა ვარ. ადამიანი იძახის, რომ ნუ ეხლა რავი, მე ხო ჩვენ ხო ერში მაგას ვერ გავაკეთებ თუ ადამიანი იძახის და ძალიან მარტივად მოისმენს, ყური მოკლედ ყურს ესიამოვნება და დატოვებს ამ ყველაფერს და წავა, მაგრამ აი ნახეთ აქ როგორ არის საუბარი, ქადაგების მოსმენა აღარ უნდოდათ. მაცხოვრის სიტყვის მოსმენა არ უნდოდათ. რატო? იმიტომ რომ მისი სიტყვა პირდაპირ მათ შეცვლაზე იყო გასული. მე ბევრჯერ მithქვამს, ადამიანს რაც გინდა უთხარი დაავალე, მთებს გადადგავს. დღის განმავლობაში ფიზიკურად იშრომებს იმდენს, როგორც შეიძლება არსად არ იშრომოს. ადამიანი არ ვიცი, ეკლესიებს ვერ დაითვლი, შეიძლება თითზე იმდენ ტაძარი აქვს ზოგს აშენებული, იმიტომ რომ აქვს ფული და ძალაუფლება. ადამიანები უამრავ თითქოს კეთილ საქმეს უკეთებენ ეკლესიას, მაგრამ მიდი ამ ადამიანს შეეხედა უთხარი, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის შენთვის და მაცხოვნებელი არ არის. ტაძრის აშენება ვერ იქნება ბილეთი იმისა, რომ შენ სასუფეველში მოხვდები, იმიტომ რომ სასუფეველში მოხვდება ის ადამიანი, რომელშიც შინაგანად იშვა სასუფევლის მოქალაქე. ანუ ის, ვინც საკუთარ თავში თვისებები, ქრისტეს მცნებისამებრ თვისებები დაიგროვა. ადამიანი, რომელმაც საკუთარი დემონური ნება უარყო და გაამრავლა და აკურთხა საკუთარ თავში ღვთის მადლით, ღვთის ნებით აკურთხა საკუთარი ნება და შეუძლია თქვას, რომ ღმერთო, იყოს ნება შენი ჩემი ცხოვრება. ამიტომ არ უნდა ადამიანს ამისი მოსმენა. ბევრჯერ მithქვამს, ადამიანს ნათლობა უნდა, მაგრამ რო ეუნები პასუხისგებლობითად, რო იცი რა ეს პასუხისგებლობაა ღვთის წინაშე, შენ ეხლა ფიცი უნდა დადო ღვთის წინაშე და აღთქმა, რომ შენი ცხოვრება ქრისტიანული ცხოვრებით წარემართება და შინაგანად სასუფევლის მოქალაქე გახდები. ეს აღარ უნდა. ნათლობა უნდა, შვილის ნათლობა უნდა, ნათლიაობა უნდა, მაგრამ პასუხისგებლობა იმისა, რომ მე შევიცვალო, არა, მაგ ფასს ვერ გადავიხდი სასუფეველში. ჩემს რაც გამაჩნია მაგაში ფულს ვერ გადავიხდი, მაგაში ვერაფერს ვერ გავიღებ, ისე შეგიძლია რომ მომცეთ უფასოდ, არ გულისხმობ მატერიალურ საზღაურს. უფასოდ შეიძლება გამიკეთოთ, რომ მე არაფერს არ შევცვლი საკუთარ თავში. ჯვრის წერა მინდა.
ლამაზი ჯვრის წერა მინდა, მამაო. ფოტოაპარატი მინდა, გადაღება მინდა, ყველაფერი მინდა ძალიან ლამაზი და ვეუნები ადამიანს მზად ხარ, რომ აი ამ ჯვრის წერის დროს გზა გაგეღება სიყვარულისა, რომელიც სიყვარულითაც შენ და შენი მეუღლე არა მხოლოდ მარტო შენ, არამედ შენ და შენი მეუღლე სასუფეველში უნდა მოხვდეთ, ისე უნდა იაროთ და ყველა ჭირი, ყველა განსაცდელი, ყველა მწუხარება ერთად უნდა გადაიტანო და შენ თავმდაბლობა უნდა ისწავლო. გულმოწყალება უნდა ისწავლო, პატიება უნდა ისწავლო, ორივე კაცმაც და ქალმაც. მამაო, ამის გარეშე არ შეიძლება? რა არის ჯვრის წერა? ჯვრის წერა არის სიყვარულის მოტანა აქ და უფალს ეუნები, რომ ღმერთო, ჩვენი სიყვარული აკურთხე, ჩვენი სიყვარულის გზა აკურთხე. მაგრამ შეცვლა არავის არ უნდა. ამიტომაც რთულია ხშირად, როდესაც უსმენ ქადაგებას, სადაც იქ სასულიერო პირი ცდილობს, რომ შენს გულში, სადაც შენ სახელს არ არქმევ საკუთარ თავს, სადაც შენ დაიჯერე დემონურინებით, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, კარგი რელიგიური ადამიანი ხარ, მორწმუნე ადამიანი ხარ, დაიჯერე შენ ეს ყველაფერი, მერე გამოდის მღვდელი სასულიერო პირი და როდესაც საუბრობს, ხიჭვით ერჭობა ადამიანის გულს და თურმე ნიშნავს, რომ საკუთარი კერპი ემსხვრევა, საკუთარი ეგოიზმით აგებული კერპი ემსხვრევა და აი ამ ღადარი, ესე რომ თქვა, გერგესეველთა ქვეყნის თანამცხოვრებელთა მსგავსად ეუნება ქრისტე, წადი, გაჩუნდი გეხვეწები, არ გვინდა შენი ქადაგება, გაჩუნდი, მე ჩემ თავზე არ ვამბობ ამას, რომ მე ასეთ ქადაგებას ვამ, მაგრამ მე ვამბობ, როდესაც სასულიერო პირები, ვინც ქადაგებენ ამაზე, როდესაც ის ცდილობს, რომ გულში მოგარტყა, სადაც შენ გაურბიხარ რაღაცას, რომ დემონურ ნებას ატარებს საკუთარ გულში, როდესაც შენს თვისებებს ყავხარ შეპყრობილი ადამიანი და მღვდელი ამაზე საუბრობს, სასულიერო პირი ამაზე საუბრობს, აი მაშინ ადამიანს არ მოგწონს ეს ყველაფერი. აუცილებელია ამაზე საუბარი, აუცილებელია გამამახვილო ყურადღება იმაზე, რომ შურიანია ადამიანი. ვიცი რომ შურიანი ვარ, მაგრამ მამო არ თქვა გეხვეწები ეს რა. ვიცი რომ ბილწი ვარ, მაგრამ არა თქვა ეს რა. ვიცი რომ ასეთი ვარ, ვიცი რომ ურწმუნო ვარ თითქმის, მაგრამ არა თქვა ეს. აი ეს მდგომარეობა გვაქვს ჩვენ შინაგანად. და როდესაც ქრისტე მოდის, ახლა ვისაუბრებთ, სულ სხვა რამე ხდება ადამიანში. და ამისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი, რომ შეიცვალოს. ნება უნდა კონდეს ადამიანს ამისი, რომ მე უფალო მართლა ამისთვის მოვედი ეკლესიაში. ერთი რამე დაიმახსოვრეთ ყველა. მორწმუნე ადამიანი ძალიან ბევრია. მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელია ქრისტიანი ადამიანი. მორწმუნე ადამიანი ყველას ყველაფრის წამს, ვიღაცას იმისი, ვიღაცას ამისი, ვიღაცას რაღაც სხვა რელიგიისა, ათეისტსაც კი რაღაცისა წამს, იმისი წამს, რომ ღმერთი არ არსებობს. იმიტომ რომ ამას ხო ვერ ხედავს და ვერ გადაამოწმებს. ათეისტი, რომელიც ისაღის ღმერთი არ არის და არ არსებობს, ეს სარწმუნოება, იმიტომ რომ ამისი მტკიცება არ შეუძლია მას. ანუ წარმოიდგინეთ, ყველას ყველა რაღაცისა წამს, ვიღაცას მომავლისა წამს, ვიღაცას არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენშიც არის ესეთი ადამიანები, მოდაშია, ჰოროსკოპისა წამს, სანამ ლოცვას წაიკითხავს დილით, ჰოროსკოპს უნდა გადახედოს და შეხედოს, აბა როგორი ცხოვროს, დღე როგორი ექნება. ვიღაცას აემცურუ სარწმუნწმენებისა წამს, ვიღაცას საერთოდ ტაძარშიც დადის და მკითხავთან დადის. მიხვდით, ანუ ყველას რაღაცისა წამს, მაგრამ განსხვავება ისწავლეთ. სხვა არის მორწმუნე ადამიანი, მაგრამ სხვა არის ადამიანს მაღალი სახელი გერქვას, ყოველ სახელზე მაღალი სახელი, ეს არის ქრისტიანის სახელი. მე ქრისტიანი ვარ. ეს უდრის იმას, რომ მე ქრისტესგან მოცემული თვისებები, რაც მე უნდა გამაჩნდეს, ამისთვის ვიბრძვირო, ჩემში დავამკვიდრო. აი ვინ არის ქრისტიანი ადამიანი. გადახედეთ აბა საკუთარ თავს, მორწმუნეები ხო არა ვართ? წმინდა წერილის კითხვა ჩვენ არ გვიყვარს, საიდან იცნობთ ქრისტეს? ვიცნობთ საერთოდ ქრისტეს? რანაირად ვართ ქრისტიანები? ქრისტეზე არც ვკითხულობთ არაფერს. წმინდა წერილს არ ვეცნობით საერთოდ, არც მის განმარტებას ვეცნობით. მორწმუნე ადამიანები ვართ, ხალხო, მორწმუნე, მაგრამ რისი გვწამს ჯერ კიდე არ ვიცი. და აქ მოსული ადამიანი უბრალოდ ერთ რამეს იძახის, რომ მე რაღაცის ამ წამს, სადღაც რაღაცის ღმერთო სანთელს დავანთებ, ის მომეცი, ეს მომეცი, მაგრამ
ქრისტიანი ვარ, აქ უკვე სხვა რაღაცეები შემოდის. თურმე მე უნდა შევიცვალო. ქრისტიანობა უნდრის მე უნდა შევიცვალო. ქრისტიანობა უდრის, რომ მე როგორც ქრისტეს მსგავსი უნდა გავხდე, ანუ როცა ვეზიარები ქრისტე ჩემში, მე ქრისტეში და ჩემი შინაგანი უნდა გარდაიქმნას. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გარდავიქმნებით, დიდი ხანი გვინდა ხოლმე ამას. და დღევანდელ სახარებაში ორ რამეზეა საუბარი სულიერი მასში, ღმერთი თუ ღორები. ხო საშინელი დეფინიციაა, მაგრამ ესია, უნდა გვეტკინოს ჩვენ. Იმიტომ რომ ჩვენ ღორებს ვირჩევთ ხშირად და უმეტეს შემთხვევაში. რა კარგია წმინდა წერილი, რა საოცარია, პირდაპირ არქმევს სახელს ყველაფერს, მოგერიდებოდა ეხლა რომ ღორობა გეთქვა რაღაცაზე. ხო, მაგრამ თვითონ წმინდა წერილი იძახის, ან ღმერთიო, ან ქრისტე, ან ღორებიო. გერგესეველთა ქვეყანამ რა თქვა? ღორებიო. წადი ამ ფას ჩვენ არ გვინდა ეგეთი რაღაცა. თუ შენ მოხვალ და ესე უნდა შეცვალო, ყველაფერი არა. მოდი გვიქადაგე რაღაცა გითხარი, მკვდრები გაგვიცოცხლე, პური გაგვიმრავლე, გვაჭამე, გვასვი ამ წუთის სოფელზე რაღაცეები გითხარი და წადი მეტი არაფერი არ გვინდა შენგან, არ მოითხოვო ჩვენი შეცვლა. არ დაგწდეს უბრალოდ რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ანუ ის საყრდენები რაც ჩვენ გვაქვს და რა საძირკველზე დგევარ და რაზე ჩვენ იმედებს ვამყარებთ ცხოვრებისეულ, ამას ხელი არ ახლო. რამდენჯერ გილოციათ ეგრე ჩაიხედეთ ყველამ გულში. ლოცულობ ადამიანი და ღმერთს ევედრები, ღმერთო ესე თითქოს გულიდან გამოგივიდა ლოცვა, მაგრამ აი როგორ გითხრათ, ზუმერივით, ტელეფონის ზუმერივით გონებაში გაგდევს რაღაცა და რა გაგდევს, ხო იცი? ოღონდ ჩემი ცხოვრება არ შეცვალო რა. ოღონდაც ეგ არ შეცვალო. დანარჩენი ისა ყველა ოღონდაც არა, იმიტომ რომ კარგად გძნობ თავსა რა. გეხვეწები არაფერი შეცვალო რა, არაფერი შეცვალო, აი ახე არ დაადო ხელი არაფერს. აი ეს არის ადამიანის ცხოვრება. დავსვათ კითხვა, მზად ვარ ჩვენ ამგვარი ცვლილებებისთვის? ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელში გაიხსენეთ, აბა ცისკარზე ვგალობთ ხოლმე ამას. დაამხნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნამ დაბალნი. შიერნი აღავსნა კეთილითა, დიდარნი განაბნინა ცუდნი. ანუ ღვთისმშობელი გალობს ამას და ღვთისმშობლის საგალობელია და რას გვეუბნება ამით? დაამხნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნამ დაბალნი. მზად ხართ იმისთვის, რომლები ვარ ჩვენ? დაბალნი აღამაღლაო. შიერნი აღავსნა კეთილითაო. ჩვენ მაძღრები ვარ და სიმაძღრე გვინდა, სუმაძღრები გვინდა ვიყოთ, არა პირდაპირი გაგებით, არამედ გადატანით იმ მნიშვნელობით, ამ წუთის სოფლის მაძღრები გვინდა რომ ვიყოთ. ანუ სვათ კითხვას, როცა მოვედი და ქრისტიანობა გვინდა ამისი შეცვლა, გერგესეველთა ქვეყანის მცხოვრებლებმაც დაუძახეს მაცხოვარს, მაგრამ რომ მივიდა რა უთხრა, აბა არ მოხვიდე. ანუ დაუფიქრდი თქვენ თავს, აბა გინდათ? ასეთი ქრისტე გინდა თუ მორწმუნეებად გინდა დარჩეთ? რისაც წამს ადამიანს თვითონაც რო არ იცის. კი, აქ დადის და გონია რომ ქრისტესი წამს, მაგრამ გულში ჩაიხედე, აბა იცნობ მას და ეხლა გეტყვით, სად იგრძნობა, რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, რომ მიხვდეთ, რომ მართლა ქრისტიანული, ანუ სასუფეველის მოქალაქე იშობა ჩვენში, თუ უბრალოდ ესე სტატიკურად დგევართ 10 წელი, 15, 20, 25 ვერაფერი ვერ ვისწავლეთ, საერთოდ ვერაფერი. დავრჩით იმ მორწმუნეებად, რომლებიც როგორი მორწმუნეებიც მოვედით. უბრალოდ კარგად განვისწავლეთ და ვისწავლეთ, როგორ უნდა ჩავაბარო აღსარება, ამაზეც იმდენია სასაუბრო აღსარებასთან დაკავშირებით. ადამიანს გონია, რომ აღსარებაზე რომ მოდის, მეხსიერებაში უნდა ივარჯიშოს, ანუ რაც მეც გაიხსენებს. ადამიანი ერთს არ დასვავს კითხვას, ის რაც დამემართა, რატო დამემართა? რატო? რო ჩაიდინე რაღაცა და მეორეთი კიდე დასვი კითხვა, ის კი არა რომ ისე იგი მეხსიერებით მოდის ადამიანი წერს, რას წერს ვერ იმას, ამას დაიმახსოვროს, მოიტანოს. ერთი გაიხსენეთ აღსარება, ეგ არ არის აღსარება. მეხსიერებაში ვარჯიში არ არის აღსარება, ან იმის თქმა, რაც უფალმა არ იცის.
აქ არის საუბარი აღსარებაში იმაზე, რომ დასვა ერთი მთავარი კითხვა, რომ რატო დამემართა ეს? რა მოხდა ჩემს გულში ისეთი, რომ ამ ცოდვაში ჩავარდი და ისევ ჩავარდი, ეს კითხვა დაუსვით, სანამ აღსარებაზე მოხვალ და საუბარი სხვანაირი იქნება. მღვდელთან რომ დაჯდებით, გეცოდინებათ, რაზე უნდა ისაუბროთ. აი ეს დამემართა მამაო და მე ვფიქრობ, ამის გამო გამემართა მე. ამ პარტავნების გამო, ან იმის გამო, ან განკითხვის გამო, საკუთარი თავის ხედვა არის სინამდვილეში აღსარება. საკუთარი გულის დანახვა არის აღსარება. ბევრჯერ ვცადე ჩვენ რომ გვესაუბრა, ვიჯექი რომ გვესავ, მაგრამ ისევ ისე რა მნიშვნელობა აქვს, რასაც წერთ იმაზე საუბრობ. ამიტომ დაასვით აღსარების წინ ეს კითხვა, ეს გადახვევასავით, იმიტომ ბევრია კიდე ამაზე სასაუბრო. ერთი რამე იცოდეთ, რომ გონების ასეთი შეპყრობა, აი, რასაც გეუნებით, მორწმუნეობა, გაცილებით უფრო არ გეწყინოთ ეხლა რასაც ვისწვი. ამიტომ ვიძახი, როდესაც ამებზე ვსაუბრობ, ხშირად ადამიანს არ მოწონს. იმიტომ რომ ეხლა სახელი დაერქმევა ჩვენს ამ მორწმუნეობას და გეტყვით ერთ რამეს, რომ ასეთი აი მორწმუნე გონება რო გვაქვს, ასეთი მორწმუნეობის გონება, რომელითაც ადამიანი კმაყოფილებაშია და ქრისტესგან შეცვლას არ ითხოვს, ერთი რამე იცოდეთ, ანუ ღიად ეშმაკეულზე უარეს მდგომარეობაშია, რატომ? იმიტომ რომ ღიად ცოდვილი ადამიანი შველას ითხოვს. ანუ ღიად ცოდვილი ადამიანი მოდის და აღსარებას რო ამბობს, შველას ითხოვს, მამაო, გეხვეწებით, დამეხმარე და მიშველე. ცუდად ვარ. ვეღარ უძლებს საკუთარ თავს, ის შველას ითხოვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც აი ესეთი მორწმუნეობრივი გონება გააჩნია, ბჭყალებში მორწმუნე გონება გააჩნია, ის უარესია, იმიტომ რომ ის საერთოდ არ ითხოვს შველას. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და წლები გადის, ხალხო, წლები გადის და დამიჯერეთ იმ ღიად ცოდვილ ადამიანზე უარეს მდგომარეობაში ვართ, როგორც მეზვერე და ფარისევლის მაგალითია. იმან იცის, რომ ცუდად არის და ის მოდის და გეუნება, მიშველეთ, გეხვეწებით, დამეხმარეთ, გთხოვთ, მაგრამ ადამიანი რომელიც რა დახმარება, აქეთ დაგეხმარება. აქეთ დაგეხმარება, აქეთ ჭკუას გასწავლის. აქეთ რაღაცა დაიწყებს, რომ რაღაც გამართლებას საკუთარი მოკლედ მორწმუნეობით თავისი რაღაცა არასწორი დამოკიდებულებებისა და ვნებებისა და ჩვევებისა. აქეთ დაგიწყებს, ანუ ამაზე იფიქრეთ, გთხოვთ. ღიად ცოდვილი ადამიანი გაცილებით რთული სათქმელია, მაგრამ გაცილებით უფრო ადვილად საშველია, ვიდრე ადამიანი, რომელიც საკუთარ სარწმუნოებრივ ცხოვრებაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ ამის იქით აღარაფერი არ ჭირდება მას. და ეს ანუ არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ანუ აიღოს წმინდა წერილი ხელში და იკითხოს, ლოცვაში წარემატოს. წირვიდა რო გავას, ანუ ქრისტიანულ თვისებებში და სარწმუნოებრივ ცნებებში განმტკიცდეს ადამიანი, ამას არ ცდილობს, მოითმინოს, სიყვარული გაამრავლოს, ამას არ ცდილობს. ამიტომ იფიქრეთ ამაზე, ძალიან გთხოვთ. და კითხვები, რომელიც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, აბა დაიმახსოვრეთ ყველამ კარგად. რამოდენიმე კითხვაა, სადაც ადამიანის ქრისტიანად დაბადების პროცესი იწყება. ამის გარეშე მორწმუნეობად დარჩებით, ხალხო, მორწმუნეობად დავრჩებით და არ გავიზდებით, ანუ ქრისტიანებად ვერ ვიქცევით. კი ბატონო, საიდანღაც როცა მოდივართ, მორწმუნეები ვართ, კი, მორწმუნეობა გვინდა ჩვენ. მაგრამ ქრისტიანად შობა და დაბადება სულ სხვა მტკივნეულია, როგორც ბავშვი, ანუ უცლად ღებული დედა შობს შვილს და ტკივილებს განიცდის, ასეთი არის ქრისტიანის შობის მდგომარეობა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ცრუ ფეხძიმობა იყოს ჩვენში. ცრუ სარწმუნოებით ვართ სავსე. და შობა ცრუ სარწმუნოების ახდება, იმიტომ რომ გარეთ რო გავდივართ, ეს სარწმუნოება უნდა იშვას და შობთ სარწმუნოებას, რომელიც ფუჭია, უნაყოფოა, ესე რომ ვთქვათ, არაფრის მაქნისი არ არის. კითხვები. რითი ვსუნთქავ, ანუ რა არის ჩემი, აი ყოველდღიურობა, რაზე ვემყარები, რითი ვსუნთქავ ზოგადად. რა არის ჩემი მდგომარეობა, აი რა, სად მივდივარ?
მეორე, რაზე ვფიქრობ? Ჩემი ფიქრი რაზეა ყოველდღიურად? როდესაც რამეს ავიღებ, რაღაცას დავინახავ, ფიქრი რაზე მიდის ჩემი ფიქრი? მახსენდება, რომ ქრისტიანი ვარ. ანუ მე ვსუნთქავ ქრისტეთი. რითი ვსუნთქავ, ეგ თქვი, ანუ სუნთქვა როგორც ჟანგბადი, როგორც არსებობის ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლის არსებობის ყველაზე მთავარი ატრიბუტი. სუნთქავ ქრისტეთი, ანუ ქრისტეა ჩემი სუნთქვა, თუ უბრალოდ ის ჩემი მორწმუნეობა, რომელიც ესა ჟანგბადი კი არ არის, პირიქით ადამიანს ხუთავს და გუდავს და საკუთარ თავსაც ვერ ანახებს და სასუფეველის მოქალაქეთაც ვერ აქცევს. რაზე ფიქრობ ადამიანო? დაფიქრდი ყოველ დღე. რისკენაა შენი ყურადღება მიმართული ყველაზე მეტად? რას აქცევ ყურადღებას ყველაზე მეტად? დასვიეს და თუ ამ კითხვების უკან ქრისტე იქნება, ნახავთ, არ არის ამ არც ქრისტეთი ვსუნთქავ, არც ქრისტეზე ვფიქრობ, არც ჩვენი ყურადღება მიპყრობილი არ არის მისკენ. სად იხარჯება ჩვენი ძალები? აი ესეთი დიდი კითხვაა დასასმელი. რაში ხარჯავ ადამიანო ძალებს? შენ ყოველდღიურ ძალას რაში ხარჯავ? რაიმე ძალას, ენერგიას ხარჯავ იმისთვის, ქრისტესთვის ხარჯავ შენ ძალას და ენერგიას? დასვით ეს კითხვა. ვისი ნების აღსრულებას ვცდილობ? ვისი ნება არის თავარი? შენ აი რო ადგები თქვა და რაღაცა მოვლენას რო ეჩეხები, ვისი ნების აღსრულება გინდა და მიხვდები რომ საღვთო ნების აღსრულება არც კი იცი. არ იცი როგორ აღასრულო ღვთისანება, იმიტომ რომ ეს იცოდე, უნდა იცნობდე მაშინ ქრისტეს. არა მხოლოდ წიგნისეულად და ინტელექტუალურად და სარწმუნოებრივი სარწმუნოებრივი ცოდნიდან გამომდინარე, არამედ ცხოვრებიდან გამომდინარე უნდა ცნობდე მას. შენი სული უნდა ცნობდეს მას. რამდენად ხშირად ფიქრობთ იმაზე, რომ ქრისტე გველოდება ჩვენ. აი დილით რომ გაიღვიძეთ ხალხო, უბრალოდ დაფიქრდით, ქრისტე მელოდება, ეხლა მე ჩემ შეცვლას ელოდება. ქრისტე ელოდება, რომ მე ეხლა მაინც, აი ტაძარში რომ მოვედი, ეხლა მაინც ყველა თქვენთაგანს გელოდებათ, რომ დღეს მაინც მიხვდი რისთვის მოგიყვანე ამ ტაძარში. დილით რომ გეზარებოდა, დილით რომ გამოსვლა არ გინდოდა, დილით რომ რაღაცა ბევრი დაბრკოლება, მაგრამ დღეს რომ მაინც აღმოჩნდი წირვაზე, მიხვდი რისთვის, იმიტომ რომ მე დაგიძახე შენ აქ. ვინმეს თუ გონიათო თქვენით მოხედით აქ, მაშინ ეს ძალიან დიდი პრობლემაა კიდე. ჩვენ ღმერთმა დაგვიძახა. ღვთის წყალობა მოგვიყვანა აქ და ერთი კიდე ბოდიში თამჟარგოზე ერთი კიდე საშუალება და შანსი მოგცა იმისა, რომ შევიცვალოთ და მისი მცნების აღმასრულებელი გავხდეთ. და მე ბოლო კითხვა, რას ვითხოვთ ქრისტესაგან? იმას ვითხოვთ, მე ბევრჯერ ერთხელ გითხარით, ერთ-ერთ წმინდანის საფლავზე მილიონობით ადამიანი დადის ყოველდღიურად. ეს არ არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაშიც არის ესეთი ადგილები. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთხელ გამოკითხვა მე ჩავატარო და აი ეკლესიის წევრებმა, ახალგაზრდებმა, აი ამ წმინდანის საფლავზე შემავალ ადამიანებს ერთი 100 ადამიანი გამოკითხეს. რისთვის მიდიხარ წმინდანის საფლავზე? ერთადერთი რამე იყო პასუხი. ყველას ამ წუთი სოფლისეული კეთილდღეობა. კარგი ბედი, კარგი იღბალი, ვიღაცის ქმარი ლოთობს, ვიღაცის ქმარი თამაშობს, ვიღაცის ქმარი ისე იგი ნარკომანია, ვიღაცის ცოლი არასწორად ცხოვრობს, შვილები ისე იგი მოსაწყობები არიან და გასათხოვრები არიან, ხოლო და ან მატერიალური ისა აქვთ, რა ქვია, სიდუხჭირი აქვთ, ხოლოდ და მხოლოდ ეს. 99-დან ერთმა ადამიანმა თქვა, მხოლოდ ერთმა 100-დან ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მივდივარო დედა მატრონას თხოვო, წამომცდა მაინც, დედა მატრონას თხოვო ის, რომ იქნებ თავმდაბლობა მომანიჭოსო, რომ შემჭამა საკუთარმა ამ პარტავნებამ. აი ამას გეუნებით ზუსტად, რა სითხოვთ? რა არის ჩვენი თხოვნა? რომ მოდიხარ ტაძარში, რას თხოვთ? მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს.
ვაი თუ მართლა მოგცეს ღმერთმა. ვაი თუ მართლა თამდაბლობა მოგცეს ღმერთმა და რაში გამოიხატება, იცი, გარეთ რო გახვალ, ვიღაცა ისე დაგიყვირებს და გაგლანძღავს, აგე შენი თამდაბლობის საშუალება, მოითმინე. დაიმდაბლება თავი, ვერ დაიმდაბლებ. იმიტომ რომ გახვალ თუ არა აქედან ნიღაბი შეიცვლება და მორწმუნის ნიღაბი ადვილად იცვლება, ქრისტიანის ნიღაბი არა. ქრისტიანის ნიღაბს ვერ შეცვლი, იმიტომ რომ ქრისტიანი ცხოვრებაა სულიერი. მორწმუნის ნიღაბი შეიძლება შეცვალო. მორწმუნე შეიცვლის სხვადასხვა ნიღაბს. მაგრამ ქრისტიანი ნიღაბს ვერ იცვლის და ჩვენ ვიცვლით ნიღაბს. ისე იგი ჯერ არც ვარ. ჩემ თავზე ვსაუბრობ ამას, თქვენზე კი არა. ერთი მნიშვნელოვან რამეს დააკვირდით, რომ აი შობის პროცესი ვიღაცა მეტყვის რომ ამაო კი ამდენი ვილაპარაკეთ, მაგრამ როგორ კითხვები გითხარით, ამ კითხვებს გაეცით პასუხი და ძიება დაიწყეთ, მაგრამ ერთს მნიშვნელოვანს გეტყვით, რომ ხშირად ღმერთი, როდესაც ჩვენ შეცვლას იწყებს, ჩვენ გულს და ნებას ცვლის ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენ დიდი დრო გვჭირდება, რომ ჩვევებს გადავეჩვიოთ. ნახეთ როგორ არის, მე მინდა რაღაცა, მაგრამ გარეთ გავდივარ და იგივეს ვაკეთებ. ანუ ღმერთი ნელ-ნელა ცვლის ადამიანს, ოღონდ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. ღმერთი გულსაც ცვლის და ვიძახი, რომ ღმერთო დავიხალე უკვე, აი მაგრად მინდა შეცვლა, ისე იგი ამ ცოდვამ წამიღო, აღარ შემიძლია, ანუ მასზე უარს ვერ ვიძახი, დამტანჯა და ნახეთ გულთან ერთად უფალი გეუნება, თავარია შენ მანამდე ეგ ცოდვის კეთება გიყვარდა კიდეც, გინდოდა კიდეც, ეხლა ნახე აღარ გინდა მისი კეთება, ამიტომ გამომყევი მე, რომ ამ საქმის ამ ცოდვის კეთებას თავიანებო. დღეს ადამიანი უბრალოდ ამას იძახის, რომ იცი რა, მე არ მინდა. ესეც პროცესია, იცოდეთ, ესეც სულიერი პროცესია, მაგრამ გაყევით ამას. გაყევით გულის კურთხევის შემდეგ, გულში უფლის შემოსვლის შემდეგ ადამიანის ნების კურთხევა იწყება და ადამიანის ჩვევებისა, მიდრეკილებებისა და თვისებების ცვლა იწყება, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ესე არ მინდა, მაგრამ ან ესე მინდა, მაგრამ ამის აღსრულებას სჭირდება მთელი ჩემი აგებულების ძალები. მე რომ მინდა არ ნიშნავს, რომ ჩემს სხეულს უნდა, ჩემს გულს რო უნდა არ ნიშნავს, რომ ჩემ ინტელექტს უნდა, რომელიც ჩემს გონით იმ ნაწილს, რომელიც გათავხედებულია და ყველაფერზე საუბარი, ფიქრი, ყველას განკითხვა და უბედურება უნდა მას, ჯერ კიდე არ ნიშნავს ამას. ამიტომ ძალიან გთხოვ, დააკვირდით ამას. რომ ფუფალი ცდილობს, აი შემოდის, თითქოს ხო არის ხოლმე რომ შეიცვალე რომ მოვიდე, შეიცვალე არა, უფალი მაიცის ეს ჩვენი თვისებები ისე ვართ მიჯაჭული ამ ყველაფერზე, მაგრამ ის მაინც შემოდის გულში. ჩვენ ახლა აქ რო ვართ, ამას ცდილობ და უფალი მაინც შემოდის ჩვენს გულში, მაინც ცდილობს რომ შეგცვალოს, მას მიზან დასახული აქვს რომ ჩვენ გვაცხოვნოს. მას უყვარვართ ჩვენ, ამიტომ ხან გვატკენს და ხან ძალიან გვატკენს, ხან გამოგვაცლის საყრდენებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. აუცილებლად გამოგაცლით ამ საყრდენებს, თუ კი მან გადაწყვიტა რომ გაცხოვნოს და თუ კი მან ჩათვალა რომ შენ უკვე მზად ხარ ცხოვნებისათვის, რომ მიიღო ის ტკივილები, რომელიც შენ უნდა განიცა, მაგრამ ჩვენ ყველანი ვცდილობთ რომ გავექცეთ ამ ტკივილებს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ იმას, რომ ამაზე რაზეც მიჯაჭული ვართ, ოღონდ ამასა, ჩემ ძალაუფლებას, ჩემ ქონებას, ჩემს მიდრეკილებებს, ჩემს წარმატებას არაფერს არ შეეხო გეხვეწები, არ შეეხო ამას. დანარჩენი რაც გინდა შეცვალე და უფალი რასაკეთებს, გულში მაინც შემოდის და გეუნება, მუდმივად აკაკუნებს და გეუნება, შიგნიდან აკაკუნებს თან, გულიდან გვიკაკუნებს ზემოთ და გვეუნება, რომ რას იზავ. შეიცვლები, მზად ხარ იმისთვის, უკვე თვისებები შევცვალოთ, მზად ხარ იმისთვის, რომ შეიცვალო შენი მიდრეკილებები და მიჯაჭულობებით. აი ეს პროცესი უკვე ქრისტიანად შობის და დაბადების პროცესია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იშობა, როდესაც ქრისტეს მოსმენას იწყებს შენ. ქრისტე აკაკუნებს იქიდან გეჩურჩულება და კი გისმენ. ჩემ ვნებებს კი არ უსმენ, ჩემ ინტელექტს და გონებას კი არ უსმენ, რა უნდა მას.
გათავხედებულ ჩემს ნებას და გონებას და დემონურ ნებას კი არ უსმენ, არამედ ერთხელ თქვი რომ მოდი მე ღმერთს მოусმენ, ღმერთს იქ არა, სადღაც საში ღრუბლებში. არამედ აი აქ რო არის ქრისტე იქ დამალული რო ყავს და ზედ შემოხვეული გაქვს ადამიანს, ყველაფერი ზედა გაქვს დაყრილი. შენი სურვილები და შენი გარეგნული მიდრეკილებები, რომელიც ქრისტეს საწინააღმდეგო არის, ზედ გაქვს დაყრილი, მაგრამ ის თავმდაბლად, იმიტომ რომ მას შენი ცხონება უნდა არ უკადრისობს და მაინც გიკაკუნებს გულიდან და გეუბნება მზად ხარ, მოემზადე, უნდა შეიცვალო. და ქრისტიანათშობისა, მორწმუნეობისა არა. მორწმუნე ადამიანი შეიძლება მორწმუნე იყოს, ერქვას და თავის გონებისა და დემონური ნების ჭკუაზე დადიოდეს. არა მორწმუნე ერქვა, მაგრამ ქრისტიანი ვინ არის? ქრისტიანი არის ის, ვინც აი ამ კაკუნს და ამ ძახილს, მცირე ჩურჩულს, სადაც უფალი არ მოდის ძალადობით, როგორც ბოროტი და დემონური ძალა. ჩურჩულით გეუბნება მომისმინე გთხოვ. და ქრისტიანია ის და შობის პროცესი ქრისტიანად ითვლება ის, რომელიც აი ამ გულს მიუყურადებს და ქრისტეს მოსმენას იწყებს. და ქრისტე კი გველაპარაკება რითი წმინდა წერილით. ვიღებ წმინდა წერილს ამ დროს ხელში და ვიწყებ უფალო, გევედრები შემეწიე, 2-3 მუხლს წავიკითხავ და ამაზე ვფიქრობ, რა უნდა და ღმერთს დღესო ჩემთვის ეთქვა. რა უნდა და წავიკითხე ეს 3 მუხლი და ვიძახი, აი ამ მუხლებს ეხლა დღევანდელ დღეს მე აღვასრულებ და შევიცვლები. შევეცდები მაინც რომ შევიცვა. აი ეს არის გაგონება. და მე ლოცვით ველაპარაკები მას ღმერთო მომეცი ძალა, იმიტომ რომ ხვდები რომ მე ამის ძალა არ მაქვს. ძალიან გათავხედებული ვარ მე და ძალიან ცოდვაში ვარ ჩაძირული და ისევ შენ შემეწიე გეხვეწებ. აი ეს დიალოგია, სახარებას ვკითხულობ, სადაც ქრისტე მე მესაუბრება და ვლოცულობ, სადაც ქრისტეს ვესაუბრები და ვმარხულობ იმისთვის, რომ თავ შეკავება ვისწავლო და აი ეს ერთობა და ურთიერთობა ღმერთთან შედგეს, მუდმივი იყოს, არ მთავრდებოდეს. და რა კითხვებიც დავსვით წეღან რომ გაითვალისწინეთ მეთქი ამ კითხვებზე პასუხები მქონდეს ქრისტოცენტრული და არა ჩემი პირადი. აი დღევანდელი დღის ღმერთმა დაგვიფაროს უბრალოდ რომ აი ჩვენც ხშირად ჩვენი ცხოვრებით ღმერთს ვეუბნებით ზუსტად ამას, ჩვენი მორწმუნე გული, ქრისტიანი გული არა, იმიტომ რომ ქრისტიანი გული ქრისტეს ცნობს, მორწმუნე გული ქრისტეს ვერ ცნობს. იმიტომ რომ მე ადრე გითხარით მორწმუნეებმა გააკრეს ზუსტად ჯვარზე. თქვენ გონიათ ათეისტებმა გააკრეს ჯვარზე, აი ამნაერმა მორწმუნეებმა გააკრეს, ვინც ქრისტე ვერ დაინახა, ქრისტეში მესია, ხსნელი ვერ დაინახა. მის სიმდაბლეში ვერ განჭვრიტა გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი. ამ ადამიანებმა გააკრეს, მორწმუნე ადამიანებმა და ჩვენც თუ კი ესეთი მორწმუნე ადამიანები ვიქნებით, ჩვენ ყოველდღიურად ჩვენივე უარით, უფლის გასტუმრებით უკარო წადი ჩემი ქალაქიდან, გამეცალე ჩემი ქალაქიდან, არ მინდა მე ესეთი შეცვლა, ჩვენც მას ჯვარზე ვაკრავთ. ღმერთმა გაწმინდოს ჩვენი ქალაქი, ჩვენი სული, ღვთის მადლითა და წყალობით, სულიწმინდის ნიჭით და მადლით. ღმერთმა ძალა მოგცეს, რომ ეს ქრისტეს მკვიდრობა ჩვენში შევძლოთ და ყველა ადამიანთან მივიტანოთ. მორწმუნეობისა, ჩვენი მორწმუნეობისა, ამიტომ არ ჯერა, არ ჩვენ შვილებს, არ ჩვენ მეუღლეებს, არ ჩვენ ოჯახის წევრებს, არ ჩვენ ნათესავებს, არც მეგობრებს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას არ ჯერა ჩვენი რისი მორწმუნეობისა. რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანისას დაიჯერებენ, ქრისტიანისას ირწმუნებენ, ქრისტიანს მოусმენენ, ქრისტიანს გაითვალისწინებენ, მორწმუნეს არა. იმიტომ რომ მორწმუნე ამ წუთის სოფლისა მეტად არის, ვიდრე ღვთისა. იმიტომ გიმეორებთ, რომ ყველას რაღაცისა წამს. ღმერთმა არ განგვაშოროს ქრისტეს სარწმუნოება და ქრისტეში ყოფნის სურვილი. ამინ. ღმერთმა განკურნოს ჩვენი გული, რომელიც ხშირ შემთხვევაში
დემონურ ნებას და საკუთარ ნებას არის აყოლილი და ღმერთმა ეს ნება და ჩვენი გონება და ჩვენი გული აკურთხოს თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.